კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. ხოლო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში ვაშინგტონი იქნება ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ფიცს ადგილობრივი დროით 12 საათზე დადებს, მანამდე კი შტატებში ბოლო სამზადისია. ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის ყველა ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტი. კაპიტოლიუმში იქნება ჰილარი კლინტონიც, რომელსაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მან ნოემბერში დაამარცხა. მსოფლიო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მოლოდინშია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უკვე მეორედ მიიღებს. ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით გამოვა და თავის გეგმებზე ისაუბრებს. მასობრივი დეპორტაცია შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი მმართველობის პირველ 100 დღეში. საერთაშორისო მედია დონალდ ტრამპის გეგმებზე უკვე აქტიურად საუბრობს, დეტალებს ლუკა ჩანგელია მოგვიყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. ლუკა, გისმენთ. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 24 საათზე ცოტათი მეტი დრო რჩება, მანამდე კი უცხოური მედია უკვე ავრცელებს სტატიებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს პირველი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში გადადგამს. Wall Street Journal-ი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მის მრჩევლებს დაავალა, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზება ჩინეთში, სადაც ის უნდა შეხვდეს სი ძინპინს. Wall Street Journal-ის სტატიის თანახმად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის დროს მთავარი განსახილველი საკითხები იქნება, როგორც ტაივანის საკითხი, ამავდროულად დონალდ ტრამპის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებდა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, სადაც დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ მაღალ ტარიფებს დაუწესებდა ჩინეთის იმპორტს და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დონალდ ტრამპი და სი ძინპინი განიხილავენ, იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. Wall Street Journal-ის თანახმად, მისი წყაროები ეუბნებიან, რომ დონალდ ტრამპისთვის შესაძლოა საკმაოდ კარგი პარტნიორი აღმოჩნდეს სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების პროცესში. არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ მისი გაპრეზიდენტებიდან 100 დღის ვადაში სურს ჩინეთში გამგზავრება და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა. ამ დისკუსიის მონაწილეების თქმით, ტრამპი ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც გარკვეულწილად დაძაბულია არჩეული პრეზიდენტის მიერ ჩინურ იმპორტზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების მუქარის გამო. კიდევ ერთი შესაძლო განხილვის საკითხი არის ტაივანი, რომელზეც ჩინეთი ამბობს, რომ მას ეკუთვნის. ასევე შესაძლოა, რომ ტრამპი სი ძინპინს განიხილავდეს როგორც მომავალ პარტნიორს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომის დასრულების პროცესში. Wall Street Journal-ის პარალელურად ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო ინტერვიუს ავრცელებს NBC, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე საკითხი აქვს დაგეგმილი, რომელსაც განახორციელებს გაპრეზიდენტებიდან პირველივე კვირას. პირველი ეს არის მასობრივი დეპორტაცია. დონალდ ტრამპი ინტერვიუში ამბობს, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატები დატოვონ იმ პირებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ ქვეყნის დოკუმენტაცია, რადგანაც ეს ადამიანები კრიმინალის მაღალ რისკს ქმნიან ქვეყანაში. ასევე ამ ინტერვიუში საუბარი არის ომზე ახლო აღმოსავლეთში. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის ესაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუს და მას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპს თავად აქვს სურვილი იმისა, რომ მალე დასრულდეს ომი ჰამასსა და ისრაელს შორის, თუმცა ეს ომი უნდა დასრულდეს იმ პირობებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით შეიმუშავეს და იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ გაითვალისწინებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში გაწერილ პირობებს, ამ შემთხვევაში უკვე ჯოჯოხეთი დატრიალდება იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე 15 თვეზე მეტია რაც ომი მიმდინარეობს. დეპორტაციის პროცესს ძალიან მალე დავიწყებ. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება, რაღაცები იცვლება, მოვლენები ვითარდება. არ ამგონია სწორი იყოს კონკრეტული ქალაქების დასახელება, საიდანაც დეპორტაცია მოხდება. ფაქტია, კრიმინალები ჩვენი ქვეყნიდან უნდა გავიყვანოთ. არ ვიცი ამას ვინმე როგორ არ უნდა ეთანხმებოდეს. ასევე ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰამასსა და ისრაელს შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას, რომ ომი უნდა დასრულდეს, მაგრამ გააკეთე ის, რაც გასაკეთებელი გაქვს. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. თუ მხარეები პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება, თუ არა ჯოჯოხეთი დატრიალდება. შტატების არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება. 20 იანვარს დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის ერთ-ერთ მთავარ დარბაზში დადებს ფიცას. ის ასევე აქვე წარმოსთქვამს საპრეზიდენტო სიტყვას, რის შემდეგაც ის ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება. მადლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ომი გრძელდება უკრაინაში ოკუპანტებმა იერიშის ზაპოროჟიეზე მიიტანეს სარაკეტო თავდასხმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. მედიის ინფორმაციით ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კიევზეც, ვოლოდიმერ ზელენსკის ინფორმაციით ნამსხვრევების გატანა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიევზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნამსხვრევების გატანა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ზაპოროჟიაში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ. მადლობელი ვარ ყველა ექიმის, სასწრაფო დახმარების სახელმწიფო თანამშრომლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ჩვენი პოლიციის თანამშრომლების, რომლებიც ჩართულნი არიან სამაშველო სამუშაოებში. ამ რაკეტებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ მუდმივად მუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ტიპის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც მხარს გვიჭერს ამ ძალის ხმევაში. ჩვენი გრძელვადიანი შესაძლებლობები სიცოცხლის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. დღეს უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ამ წუთებში თელ-ავივის ერთ-ერთ მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან და ჰამასის მიერ დატყვევებული პირველი 3 მძევლის გათავისუფლებას ელოდებიან. ისრაელის არმია ასევე ავრცელებს სპეციალურად მოწყობილი სივრცის კადრებს, სადაც სავარაუდოდ ჰამასის მიერ გათავისუფლებულ 3 ქალს მიიღებენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რამდენიმე საათის წინ შევიდა, ინფორმაცია ისრაელის პრემიერის ოფისმა გაავრცელა, თუმცა მანამდე პროცესი თითქმის 3 საათით გადაიდო. მიზეზი ნეთანიაჰუს ოფისის თქმით ჰამასის მხრიდან გასათავისუფლებელი მძევლების სიის დაგვიანება გახდა. ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად პირველი ფაზის ფარგლებში 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები გათავისუფლდებიან. ამ შეთანხმების გამო თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა და გადადგომის წერილში შეთანხმების პირობებს ტერორიზმის სრული გამარჯვება უწოდა. თქვა, რომ მთავრობის დასამხობად მუშაობას არ აპირებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმაც. ისრაელსა და ჰამას შორის შეთანხმების შესახებ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისრაელი იტოვებს უფლებას დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს, თუ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები ჰამასთან უშედეგოდ დასრულდება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ამ იდეას ემხრობიან ამერიკის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები. თავად დონალდ ტრამპი კი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აცხადებს, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ. შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა ძევლების გათავისუფლების ვალდებულება აიღო. მან დამირეკა მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან, დროებითი ზავი, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს. თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივისცემენ, ჩვენს ქვეყანას შეთანხმება შესრულდება, თუ არა ჯოჯოხეთი დატრიალდება. სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასრულების დროს ისაუბრა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე გუტიერეშს ღაზაში ზავის შესახებაც კითხეს. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ღაზაში სიტუაცია კვლავ უკიდურესად რთულია. ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. პირველი დღიდან ვითხოვდით ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცეთ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ 3 მიზნით. აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება.
ნიგერიაში 77 ადამიანი ემსხვერპლა სატვირთო საწვავის გადამზიდი მანქანის აფეთქებას. ავარიის შედეგად სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და გზაზე საწვავი გადმოიღვარა, რამდენიმე წამში სატვირთო აფეთქდა. დაღუპულია 77, დაშავებული კი 25 ადამიანია, დაზარალებულებს შორის არიან მაშველებიც. საწვავის გადამზიდი მანქანების აფეთქებები ნიგერიაში ხშირია, გამომწვევ მიზეზად კი ძირითადად დაზიანებული გზები და გაუმართავი ტრანსპორტი სახელდება. თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. საგამოძიებო უწყება ერთ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5 კი ნიღბის მოხსნაზე. სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ხვალვე სასამართლო იმსჯელებს კიდევ 2 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ორივე მათგანი თბილისის ქუჩებში აიყვანეს. გასული ღამის განმავლობაში და დღეს დაკავებული პირები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს. საუბარია სულ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 9 პირზე. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ორმა მათგანმა კი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას და განმარტა, რომ მართალია მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის. აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. სამების საკათედრო ტაძარში კი ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა. შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო ნათლობის წესი. ნათლობას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე ბეშმარეთი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ეკადაგათ მოციქულებს, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელისგან. და ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე. აი ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. პატარებთან ერთად მოვდივართ, ვაზიაროთ და განსაკუთრებით ნათლიები მოდიან, რომ თავისი ნათლულებს მიაღებინონ ქრისტეს სისხლით და ხორცს. მრავალს დაესწარით, გილოცავთ ყველას. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ულამაზესი დღესასწაული ნათლისღება. ნათლისღება ეს არის დღესასწაული, როდესაც იესო ქრისტემ ნათლი მიიღო იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანეში და წყალი ხრწნილებისაგან გაწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. ნაკურთხი წყალი ყველას მიგვაქვს ეკლესიიდან. ყველა ოჯახში წყლიდან წყლამდე ინახება და ყველა ოჯახში უნდა როგორც შევალთ, ეგრევე ყველა ოჯახში უნდა მოისხას დღევანდელი ნაკურთხი წყალი. დღევანდელ დღეს გილოცავთ სრული საქართველოს, შეეწიოს დღევანდელი დღის ძალა და მადლი,
არაერთი ჩვენს ქვეყანას დედა ღვთისმშობელი. თავად მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელსაც დაარსა ეს მაცხოვრებელი საიდუმლო ნათლისღებისა. თავად მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესაჭიროებოდა ნათლობა. ამით ჩვენ გვაჩვენა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, ამ საიდუმლოს, ამ ნათლობას ჩვენი ცხოვრებისათვის. როცა მან თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენის ესრეთ რათა აღვასრულო ჩვენ ყოველი სიმართლე, ამ სიტყვებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა უდიდესი ნათლობისა, რომლის გარეშე ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ადამიანი ვერ შეიარებს დედა ეკლესიის კარებს. ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება აზიის განვითარების ბანკის კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ კურაციოს ორგანიზებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კორეელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს გაუზიარეს. მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ციფრული გადაწყვეტილებების მიღებას. შეხვედრა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. ძალზედ მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ახალი ცოდნა არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქართველი კოლეგებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ მოგვეცა ამ კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, გაუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოწვევებს, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზებსა და უკეთ შევისწავლით, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ და გავამჯობესოთ ის პროექტები, რომლებიც დაგეგმილია ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. დღეს მე და ჩემი გუნდის წევრებმა წარმოვადგინეთ ჰირას ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა განცხადების შეფასების სისტემა, მედიკამენტების გამოყენების მართვის სისტემა, ფარმაცევტული მენეჯმენტის სისტემა და ჯანდაცვის ხარისხის შეფასების სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩემი კომპანია შეძლებენ მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალში გვექნება უფრო მეტი მძლავრი ერთობლივი აქტივობები. რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი რუსთავის მერის ინიციატივით უკვე 1 წელია ხორციელდება. ამ დროისთვის ცნობილი მეცნიერი შალვა ამონაშვილის აკადემიაში ტრენინგი რუსთავის ბაგა-ბაღების 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. კურსი თებერვალში დასრულდება და რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მდე აღსასრდელი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს მიიღებს. ასეთი პროექტი ჩვენ ცხოვრებაში პირველია, როცა მთელი ქალაქი და ქალაქის სკოლამდე აზრდაცებულები ექვემდებარებიან გადამზადებას. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა ვიცით გადამზადების, ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, სიყვარულის, ურთიერთობის, კულტურის პედაგოგიკა ეს. და ამ საქმით ვიყავით დაკავებული მთელი წელიწადი. ამ პროექტით ჩვენმა აღმზრდელებმა ისწავლეს, როგორ მარტივად დანერგონ სახელმწიფო სტანდარტი ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომით. ეს საკითხები დაგვეხმარა ჩვენ პიროვნულ ზრდაში, რადგან ბავშვის განვითარებაში მოდელირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ნორჩი პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას მხარდაჭერით ჩატარდა. მსმენელის წინაშე გრანდიოზული ღონისძიების მონაწილე 10 ბავშვი წარდგა, მათ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტს მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ფონდი ლირა და მისი დამფუძნებელი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მას იმ მნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ის წლებია უკვე ახორციელებს და ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი საქმე. კონცერტი ეძღვნება პატრიარქის დაბადების დღეს. ეს არის ახალგაზრდა ტალანტები, ახალგაზრდა პიანისტები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებას უზიარებენ მსმენელს და მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები იქნებიან მომავალი ვარსკვლავები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას საოცრად ასახელებენ.
რამდენიმე საათია TikTok-ი ამერიკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის მათ აპლიკაციის გახსნისას ახალი შეტყობინება დახვდათ, სადაც წერია, რომ TikTok-ის გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. შტატებში აპლიკაციის აკრძალვას მხარი სასამართლომაც დაუჭირა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ის დიდი ალბათობით TikTok-ის აკრძალვას 90 დღით გადაავადებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა NBC-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მსახიობი კამერონ დიასი 10 წლის შემდეგ ეკრანს უბრუნდება. მაყურებელი დიას ფილმში Back in Action ჯეიმი ფოქსთან ერთად იხილავს. 52 წლის ვარსკვლავი არ გამორიცხავს, რომ ის თავის სადებიუტო ფილმის ნიღაბის მეორე ნაწილშიც ვიხილოთ, იმ შემთხვევაში თუ კომედიაში ჯიმ კერიც მიიღებს მონაწილეობას. დიასმა თავის გეგმებზე გრეჰენ ნორტონის გადაცემაში ისაუბრა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო 10 წელი იყო, როდესაც კინოინდუსტრიისგან ვისვენებდი. მქონდა შემოთავაზებები, თუმცა უარს ვამბობდი. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ მსახიობად მუშაობა პრივილეგიაა. დავფიქრდი იმაზე, თუ რამხელა ბედნიერებას ვანიჭებდი მაყურებელს, მათი გაცინება და გართობა რომ შემეძლო. არ მინდა რომ ყველაფერი თავიდან მქონდეს შესაქმნელი და ერთი ხელის მოსმით უარი ვთქვა იმაზე, რასაც ამდენი წელი ვქმნიდი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე. მე კი გემშვიდობებით ნახვამდის.